განვაგრძობთ გამოშვებას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით 2011-2012 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული რამდენიმე შესყიდვით სახელმწიფო ბიუჯეტს 1,660,000 ლარზე მეტი ზიანი მიადგა. ძალოვან უწყებაში ჩატარებულ შემოწმებაზე სპეციალური განცხადება დღეს აუდიტის სამსახურში გაკეთდა. უწყების ცნობით შესყიდვები სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების შესყიდვ კანონის დარღვევით განახორციელა. რამდენიმე შესყიდვა კი კერძო კომპანიებიდან გამარტივებული გზით მოხდა, რისი აუცილებლობაც არ არსებობდა. მათ შორის აუდიტის სამსახური კომპანია ალგორითმთან, მეჟი კომპანიისთან და საქართველოს პოსტასთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს ასახელებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით ამ კომპანიებს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფასნამატით ასეულობით 1000 ლარი გადაუხადა. თავად კომპანიები კი ამ ეტაპზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, ზოგიერთ მათგანთან დაკავშირება კი ვერ მოხერხდა. მათ შორის ვერც სამინისტროს შესყიდვების სამსახურის ყოფილ უფროს ლევან სანაძესთან. მიმულია ნებისმიერ ბრაუზერზე შესაბამისი გარკვეული შესყიდვები კერძო კომპანიებისგან განხორციელებულია გამარტივებული შესყიდვის გზით იმ მოტივით, რომ არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობის მიზეზი. მაშინ, როდესაც რეალურად ასეთი მიზეზი არ არსებობდა, 2011 წლის ნოემბერში შიყუს ალგორითმისგან ერთ პირთან მოლაპარაკების გზით სამინისტრომ შეისყიდა 5000 ცალი პლანშეტური კომპიუტერი 2,775,000 ლარად. 2012 წელს სამინისტრომ შეისყიდა 2000 ცალი პლანშეტური კომპიუტერი უკვე 1,100,000 ლარად. აღნიშნული შესყიდვების შედეგად სამინისტრომ შიყუს ალგორითმს აუნაზღაურა ფასნამატის სახით 759,000 ლარი. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2012 წლის ივლისში ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შიყუს საქართველოს პოსტისგან შეისყიდა 991,000 ლარად ავტოსატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილები. საქართველოს პოსტისგან წარმოდგენილი ინფორმაციით გაირკვა, რომ აღნიშნული შესყიდვა განხორციელდა 50%-იანი ფასნამატით. 2011 წლის სექტემბერში შიყუს მეჯი კომპანიისგან შესყიდულია სიჩქარის მზომი რადარები 2,59,900 ლარად. შიყუს მეჯი კომპანიისთვის ფასნამატის სახით გადახდილია 551,880 ლარი. ამრიგად აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არაეკონომიურად გახარჯულია 1,660,800 ლარი მხოლოდ ამ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით.